მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე ვითამაშე Brawl Stars. მოკლედ დღეს მე დავაგდე ბაირონი და მისტერ პი და მეგაბოქსებიდან და ავედით 11100-ზე. ხო, სტარ პოინტები ვიყიდე 1 მეგაბოქსი და 1 მეგაბოქსი Brawl პასიდან. ერთი წელი იყო, რაც არ დაეგდო Brawleri, ამიტომაც არც გადავიღე ვიდეო. აი მეგონა რომ არაფერს დააგრძელა, 7 კლიკი იყო. დინამიტის გაჯეტი და ბაირონი ამომივარდა და მერდ უკვე აი ვაფშე არ მოველი. აი მან უკვე მართლა არ მეგონა რომ კიდე ბრაულის დააგდებდა. 6 რო იყო, მაგასაც არ ველოდი, გაჯეტი მეგონა. დღეს მე შემოგთავაზებთ სამხელს სოლო შოუდაუნზე ბაირონით და სამხელს მისტერ პით. მართალია ბაირონი სოლო შოუდაუნში კარგი ბრაულერი არ არის, მაგრამ არა უშავს. და ბაირონი თუ წავაგეთ, ეგ დიდი არაფერი. არა, გადავრჩით. დაბალ რანკებზე მყავს ჯერ აი 10 წუთის წინ ამოვაგდე მისტერ პი და დილით ამოვაგდე ბაირონი. დღეს კიდე დაიდო ვიდეო Roblox-ზე, Building a Boat-ზე. მოკლედ, ეხლა გეტყვით Brawl Stars-ზე რატო არ ვიღებდი ვიდეოს. აი, ჩემი YouTube არხი შევქმნი, გეტყვით Brawl Stars-ისთვის, მაგრამ და ხანდახან სხვა თამაშებიც რა. მაგრამ სულ უმეტესობა იქნებოდა Brawl Stars. ესეც easy რაუნდი. მოკლედ, ხოდა ეხლა ველოდი რომ ან ჩესტები მომეგროვებინა, ან რამე ბრაულერი ამოსვლოდა, თორე თქვენთვის ვიცი რომ მოსაბეზრებელი იქნებოდა. ესე უბრალოდ გეიმპლეი ერთი და იგივე ბრაულერები და ამიტომაც ახლა სულ უფრო და უფრო გადავიღე ბევრ ვიდეოებს Brawl Stars-თან კავშირებით. ერთ-ერთ ზედაპირისპირებაც მექნება ხოლმე გამომწერებთან ერთადაც, კიდევ ჩემ მეგობრებთანაც. გამომწერი ჯერ ცოტა მყავს, მაგრამ მაინც ვაკ მისტერ პის პინგვინ. აი მისტერ პი ერთ აკაუნტზე მყავდა ადრე, მაგრამ ემაილი არ მქონდა დადებული და ეგ აკაუნტი დამეკარგა. ძალიან ცუდია. თორე მაგარი იყო ის ლეონის სკინი თქო კლონი არ არის, რადგან დავინახე რომ უკან დაიხია ეგრევე ვინმე შეეტენებოდა და აი ისვრის კიდეც მაგის გამოცნობას რა უნდა და უმცირესობაში ვარ. იქიდან მისტერ პია, აქედან ლიონი, ძნელია. არა. აქ გავარიდოთ რობოტის გამოკიდება არ მაწყობს. სიმართლე რო თქვა და აქ შეიძლება კარგად დავლოუდო თქო, მაგრამ არა 1000 HP დამაკლა, მხოლოდ მალევე გამოვედი. თუ არა და ამით 1500 ვიმატებ და 1500 ვაკლებ, რო გავმაქსავ მგონი ბევრს აკლებს კარგად. ეს და შოუდაუნში გავედი ესე უბრალოდ, როგორც არაფერი მიქნია ისეთი, რადგან ბაირონი არ არის. აი აქ მეორეზე გავედი, არა უშავს, შანსი არ მქონდა ლიონთან და ერთხელზე კიდე შევიდეთ და შემდეგ გადავიდეთ მისტერ პით გეიმპლეიზე. აი შემოვედით შემდეგ რაუნდზეც. იმედია, ესაც მეორესიან მესამეზე მაინც გავალ, პირველი თუ არა. აუ ეს აქედანაც შეიძლება მომენტაროს და მოდი გავერიდოთ. არ ღირს. ისევ გეგონება რომ ყავდეს 25 რანკზე თუნდაც. რო აი ძალიან ბევრს დამაკლებენ, რო წავაგო. ხომ იცით მაქსიმუმ, არა მინიმუმ დამაკლებენ 200-ს. კარგი ხუმრობ, მაგრამ უაზროთ ხუმრობ. მოკვდა და რენდომზე დარჩა როგორც მე რა ქვია ედგარი.
აქეთ გამოვიდით და ესეც მეორე ადგილი. არა უშავს. მეორეც კარგია. თან ბაირონით სოლო შაუდაუნზე ხომ მიხვდით და მოდი გადავიდეთ მისტერ პიზე. მისტერ პი ჩემი აზრით მარტივად მოვიგებთ +4 რანგზეა. მისტერ პის ვაპირებ რომ ავქაჩო 20 რანგზე. აუცილებლად 20 რანგი. აი უეჭველი და შემდეგ 25 რანგზეც იქნება. აი უეჭველი უნდა ავყანო. მისტერ პი არის მაგარი ბრაულერი ძალიან. იქ რა ხდება? სულად დავიწყე, მაგრამ მაინც მოვკალი? არა. კიდე ცოცხალია. აი უდნავად. აღარ მაქვს მისტერ პით თამაში, მაგრამ ძალიან მიყვარს მისტერ პი. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ბრაულერია. ბევრს არ გიყვართ, ვიცი უმეტესობას არ უყვარს, მაგრამ მაგალითად მე და აქ სუპერი გავისროლი შემთხვევით ტყუია მინდოდა უაზრობა ვქენი, მოდი რადგან სუპერი გაგვინადგუროთ, მის გავუნადგუროთ. ის წითელი გოჭი ხო არ არის? მოკალ. იდი, კარგია. არა. აქ აუტოემით პრობლემა არ არის. რობოტია, თან არავინ არ გარშემო. თუ არ არის სადმე ახლოს ჩაკემპერებული. ვინმე თუ გინდათ კიდევ PES-ზე, PES 2021-ზე ვიდეოები, ეგაც დაწერეთ კომენტარებში. თუ რომელი გინდათ რომ უმეტესობა დავდო, ჩემი აზრით უმეტესობა დაწეს რომ Brawl Stars-ი. რადგან ჩემი საყვარელი თამაშია და დაიდება კიდეც ვიდეოები Brawl Stars-ი. ოღონდ ეს twins ჭამს მაგარი. აქ არავინაა ხომ? არა. სუპერის დასმა მინდა. მაგრამ არავინ არ მაცდის. აუ იმას რო გაეკიდო ვერა. ხელი ჩემია რა. Power Cube ყველაზე მეტი არ მაქვს, მაგრამ არა უშავს. ეს ძალიან მწყუდავდა, ეს მოკვდა და ესაც მოკვდა. Easy. არ უნდა გაერისკა ჩემი აზრით MZ-ის მასე. აზრი არ ქონდა მაინც, ჯობდა უკან დაეხია და შეიძლებოდა კიდევ შორიდან რაღაც ექნა. ესე ვაფშე შანსი არ ქონდა. 11,000 არის. მალე ავალ 12,000-ზე ავქაჩავ მერე. არ არის დიდად ძნელი თასების აფუშვა. სწრაფად შეგიძლია. აი და ეს აქედან ვერ მიწვდა. ეხლა ყველაზე მაგარი ბრაულერი ყავს ჩემი აზრით ბაირონი. ბაირონი ძალიან ძლიერია, მე თუ მკითხავ. და მინი აკაუნტზეც შემდეგი Brawl Pass-ი მექნება, რადგან მაქვს 80 ჯემი. და შემდეგ გადავალ მინი აკაუნტზე და განახებთ. ყავს მაქსი სხვა არაფერი ისეთი. გავხსენი უბრალოდ რომ ამიგროვებინა ჯემები. ამაზე ამ აკაუნტზე რომ მქონოდა Brawl Pass-ი უფრო მაგარი იქნებოდა, მაგრამ ხო მიხვდით არა, შემომეხარჯა და რა ვქნა. ეხა 30 ჯემი მაქვს, სულ რაღაც 30 და აი 31 მაქვს და 8 ჯემი დამაკლა პირატე ჯინის საყიდლად. ძალიან მიყვარს ეს სკინი. აი როგორ არ მქონდა. რო არ დამეხარჯა და დამეტოვა 10 ჯემი. ერთი თაიერის გადასვლად ამ როდესაც იყო პირველი Brawl Pass-ი, ავაგროვე რაღაც ფული წანა 30-მდე ახვიდოდი ჯემი უბრალოდ და აი როგორც კი ავიღებდი 30 ჯემს, ეგრევე გადავდიოდი შემდეგზე, რადგან მეგონა რომ 30 თაიერზე იხსნებოდა გეილი. ნუ არ ვიცოდი არაფერი წესიერად. ვერ ხვდებოდი, მაგრამ მე მივხვდი და აუ რა ცუდი იყო. ამან ჩართოს სუპერი ვიცი რომ ჩართავს. რა ახლოს უნდა შევიდე როგორმე. მოდი. ადვილი იყო ისე ვიდრე მეგონა, მაგრამ ბოტები არიან ესენი. ახლა რობოტი იზრუნებს ამაზე, ჩვენ უბრალოდ ვიდგეთ. ესეც ესე მესამე მატჩი იყო.
არა, ეს იყო მეორე. 20,000 მოგვიმატა. მე მეგონა მესამე იყო, მაგრამ და მახსოვს რომ ყველა პირველზე გავედით. იმედია სწორად. არა მერია, მაგრამ მე რა ერთი მეც თუ ითამაშებ დიდი რამე. ოპა. ამას გადავარტყათ. დიდ ვერაფერს გვიზავს, მაგრამ სპაიკთან დაგვერხევა. არა, აქ არ მინდა ეს სიკვდილი. ძალიან ახალგაზრდა ვარ და აქ რა ხდება და გეილი განადგურდება? თუ აქეთ მე გამნადგურდები? არა, გეილი. რამის მოუკვდი. ეხა ეგ რა იყო მართლა დალოუებული იყო გეილი. კიდე რო შევედი. არ მიყვარს მე ჩემთანაც რო აკეთებენ, რომ ფაითობ და კიდე აი რომ მოკლავ ძალიან ძლიერს და აი რომ მოვლენ და რო კლავენ. ეს უეჭველი იმ გეილის ნათისავია. ძალიან მაყრის. არა უშავს მე-5 ადგილი, მაგრამ არაფერი. მე-4 დაჟე. ვერ დავინახე. მოკლედ დღეს მე ამ დაგემშვიდობებით, თუ მოგეწონა და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი